პარტია საქართველოს გზის თელავის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი არჩილ ჯორჯაძე ერწყმნება, რომ კახეთში სტიქიით დაზარალებულების მიერ გამართული საპროტესტო აქციების ორგანიზატორი კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი ბოტკოველია. მე ვიცნობ და მე მგონი არა მარტო მე მთლიანი კახეთი იცნობს ბატონ ბოტკოველის მუშაობის სტილს, მისი მუშაობის სტილი არის ადამიანების დაშინება, ეს რომელიც იყო 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. ხოლო როგორც ჩანს, ბატონმა ბოტკოველმა 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ შეიცვალა სტილი, ის გადავიდა კულისებში უფრო სხვა სახით და ის ასე ვთქვათ პროვოცირებას, ორგანიზებას უკეთებს ისეთ აქციებს, ისეთ ქმედებებს, რომელსაც ასდის ასე ვთქვათ საბოტაჟის სული. გიორგი ბოტკოველი ტელეკომპანია გურჯაანთან კომენტარს არ აკეთებს, თუმცა პირად საუბარში ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს. სტიქიით დაზარალებულებზე კომპენსაციების გაცემა ბანკ ქართუს თელავის ფილიაში 23 იანვარს დაიწყო. დაზარალებულთა სიაში სულ 29000-მდე ბენეფიციარია. ისინი, ვინც სამინისტროს მიერ შედგენილ სიაში არ აღმოჩნდნენ, საპროტესტო აქციებს მართავენ.